Თქვენ უყურებთ და უსმენთ მაესტროს გადაცემა სუბიექტური აზრი წარმოგიდგეთ მე დიანა ტრაბაიძე ჩვენი თანაწამყვანი იქნება თეორნა გეგელია პორტალ Foreign Press-ის რედაქტორი და ჟურნალისტი შალვარამიშვილი არის ქვიშხეთში ის იღებს გადაცემას აკრედიტაციის გარეშე როგორც ცნობილია იქ მოხდა ინციდენტი სამწუხარო ფაქტი რამდენიმე დღის წინ დაკითხვის დროს გარდაიცვალა სოსო ქიმერიძე და ამ ფაქტთან დაკავშირებით დღეს სახალხო დამცველმა გააკეთა განცხადება და თეორნა გადაცემის დასაწყისში წავიკითხავ ამ განცხადებას შესაძლოა შალვარამიშვილი იყოს ასევე ჩვენი სტუმარი ჩაგვერთოს გადაცემაში თუ ექნება თქვა საინტერესო რაიმე ახალი მოსაყოლი დღეს სახალხო დამცველის მიმართვა გავრცელდა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მან თქვა რომ როდესაც პოლიციის კონტროლ ქვეშ არის ადამიანი და ხდება ასეთი სამწუხარო ფაქტი ასე ვთქვათ ევროპული სამართლის მიხედვით შესაძლოა არაადამიანი და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი იყოს მსგავს შემთხვევაში, როდესაც პოლიციის კონტროლ ქვეშ ხდება ესეთი ფაქტი, მსგავს შემთხვევაში სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებული ვალდებულება აწარმოოს ობიექტური გამოძიება და წარმოადგინოს დამაჯერებელი ახსნა განმარტება თუ რამ გამოიწვია ხსენებული დაზიანებები შესაბამისად მან მიმართა გამოძიების მწარმოებელ ორგანოს ჩაატაროს ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება რათა დადგინდეს ქიმერიძის როგორც უშუალოდ გარდაცვალების მიზეზი, ასევე ის ხომ არ დაექვემდებარა ის არაადამიანურ და სახსტიკ მოპყრობას პოლიციელთა მხრიდან. ესეთი იყო სახალხო დამცველის განმარტება. ჩვენ შეგახსენებთ, რომ შალვარამიშვილი არის ქვიშხეთში და შესაძლოა ის ჩაგვერთოს. მე მინდა კიდევ ერთი ახალი ინფორმაცია წავიკითხო. აზერბაიჯანში არის არეულობა ქალაქ გუბაში, რაც გამოიწვია იმან, რომ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ჰაბიბოვმა ადგილობრივ მოქალაქეებს მოღალატეები უწოდა და პროტესტის ნიშნად რაიონულ ადმინისტრაციასთან 10,000-მდე ადამიანი შეიკრიბა. მათ დემონსტრანტებმა მას კვერცხებით დაუშინეს ჰაბიბოვს, რომელსაც ჰქონდა მცდელობა ბოდიში მოეხადა, დაარბიეს ადმინისტრაციის შენობა და ჩინოვნიკის სახლი დაწვეს. სამართალდამცავ ორგანოებმა 200-მდე დემონსტრანტი დააკავეს და საგანგებო ვითარება და პრეზიდენტი ალიევი ძალოვან სტრუქტურებთან ერთად საგანგებო სხდომას მართავს. შესაძლოა აქ კიდევ დაიძაბოს თქვა სიტუაცია და ალბათ უფრო ახალ ამბებს საინფორმაციო გამოშვებები მოგვაწვდიან. აზერბაიჯანი სხვა შორის აზერბაიჯანი ისედაც ბოლო პერიოდში მოექცა საერთაშორისო პრესის ყურადღებას დაძაბულობასთან დაკავშირებით გამახსენდა, თუმცა არა ამ ტიპის დაძაბულობის პროგნოზი იყო. ჩვენ საქართველოს, სომხეთი და აზერბაიჯანი ბოლო დროს ვართ მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში ირანთან დაკავშირებით, ირანის კონტექსტში და ჩვენ ვიცით, რომ გასულ კვირას თუ არ შეიძლება ზუსტად არ იმეშება, მაგრამ ნუ აი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში აზერბაიჯანს და ირანს შორისაც ძალიან გამწვავდა სიტუაცია. იქ დააკავეს ადამიანები, რომლებიც თითქოს თავდასხმას აპირებდნენ ისრაელის დიპლომატის, ასე ვთქვათ, ელჩის მოკვას აპირებდნენ ბაქოში და სხვა ობიექტებზე თავდასხმას და ეს სიტუაცია იყო საკმაოდ ისეთი განხილვის თემა და სწორედ ამ კონტექსტში ჩვენ აზერბაიჯანი და სომხეთიც, რომელიც ბუნებრივია რეგიონშია და შესაბამისად ეს დაძაბულობა მასაც შეეხება, იმიტომ რომ ირანი მისთვის არის ერთადერთი გასასვლელი ფაქტიურად ერთადერთი ისეთი უშუალო საზღვარი აქვს მასთან და მისთვისაც ძალიან არაკომფორტული იქნება თუ კი ირანთან დაკავშირებით რაიმე უფრო მეტი გართულება იქნება. აი ამ კონტექსტში ვიყავით ერთად მოხდა, მაგრამ არ იყო ანუ პროგნოზი არ კეთდებოდა საშინაო პოლიტიკასთან მიმართებაში ეს არ იყო მოსალოდნელი, რომ აზერბაიჯანში რაიმე მოხდებოდა ამ ბოლო პერიოდში ამ ხრივ საქართველოს კონცენტრირებული იყო უფრო საგარეო კუთხით, მაგრამ ერთ-ერთ ქალაქში საკმაოდ დაიძაბა ვითარება. მე მინდა კითხოთ რა იწერება დასავლურ მედიაში ქართულში და პოლიტიკაზე, ვინაიდან პორტალ Foreign Press-ზე ბოლო ორი წერილი ეხება საქართველოს შიდა პოლიტიკას და კონკრეტულად ახალ პოლიტიკურ კოალიციას. ბოლოს დაიწერა ვლადიმერ სოკორის წერილი, რომელიც არის ჯეიმსთაუნის ანალიტიკოსი და მე შევეცდები, რომ შენთან ერთად ამ წერილს ასე ვთქვათ ძირითადი გზავნილები წავიკითხო. ესე იგი, აქცენტს აკეთებს სოკორი იმაზე, რომ ძირითადი გუნდი 20 წევრისგან შედგება მხოლოდ თბილისელებისგან. გუნდი ქართულ ოცნებაზე აქვს მას. დიახ, პროვინციიდან არავინა, ეს არის კიდევ ერთი ესე ვთქვათ მესი შენიშვნა მისი. წევრების ჩამოთვლილი ყავს წევრები და ერთი რაც თვალში მომხვდა, ეს არის ორი ჟურნალისტი რადიკალურად ოპოზიციური ყოველდღიური გაზეთ რეზონანსიდან. მე არ მომისმენია შეფასება, რომ
რეზონანსი რადიკალურ ესეთი გაზეთია, ასე შეფასება და ორი ჟურნალისტი, ალბათ საუბარია ჟურნალისტ ელისო ჩაფიძაზე, რომელიც არის ივანიშვილის გუნდის წევრი, მაგრამ ორი უზუსტობა. კიდევ ასევე ის აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ საგარეო პოლიტიკაზე ივანიშვილის, რომ ის გვთავაზობს საქართველოს საგარეო პოლიტიკის გარდაქმნას ორმაგი ფუნქციით, ქვეყანამ უნდა დაიწყოს მოსკოვთან ურთიერთობების მოგვარება ისე, რომ საქართველოს დასავლეთსა და რუსეთს შორის განხეთქილების ფაქტორის ნაცვლად კონსენსუსის ფაქტორად გადაიქცეს, ეს როგორც ნეგატივი მისი მხრიდან ასეა წარმოქმნილი. და მენტალიტეტზე აქვს. კიდევ მენტალიტეტზე აქვს, ასე ვთქვათ, წერს ის მენტალიტეტის შესახებ, რომ ეს ადამიანები ძირითადად 90-იან წლებს უკავშირდება მათი სოციალური სტატუსით და მენტალიტეტით, ანუ უფრო ასაკოვნები არიან, რომ დასავლეთში არ აქვს ყველას განათლება მიღებული, ლამის არის, ინგლისური და კომპიუტერი არიციან, რაღაც ამ ტიპის ტერმინოლოგიით წერს. თავად ვლადიმერ სოკორი ქართულმა საზოგადოებამ ესე ფართოდ გაიცნო, მე მგონი, უფრო 2007 წლის მოვლენების შემდეგ ის იყო დასახელებული იმ ექსპერტად, რომელიც ამის ერთადერთი იყო, ვინც მაშინ მხარს უჭერდა ხელისუფლების პოზიციას და საუბრობდა იმაზე, რომ რაღაც გადატრიალება მზადდებოდა საქართველოში, ანუ ის არის მკაფიოდ სააკაშვილის მთავრობის მხარდამჭერი ექსპერტი, ხა ამაში ახალი არაფერია და სხვა შორის რაც შეეხება, მას ძალიან ხშირად ხედავენ თბილისში, მე არ ვიცი მისი ოფიციალური სტატუსი, შესაძლოა ვიღაცებს ჰქონდათ ამის ეჭვი, რომ ის ოფიციალურადაც კი არის დაქირავებული როგორც ექსპერტი. მე მაგალითად პრეზიდენტის ვიზიტის დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამიშუქებია და იქაც ექსპერტებთან შეხვედრის დროს ყოველთვის ფიგურირებდა სოკორი. ეს შესაძლებელია და დაუშვათ მთავრობის წარმომადგენლებს ალბათ ხვდებიან სხვა ექსპერტებიც, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ადამიანი მიყვებოდა, რომ ის ხშირად ხედავენ მას სამთავრობო დაწესებულებებში, ანუ ალბათ ადმინისტრაციაში, ან რაიმე ესეთ ადგილას, ანუ არ ვიცით ჩვენ რამდენად ყოველ შემთხვევაში ის რომ მისი სიმპათიები ცალსახად არის ნაციონალური მოძრაობის მიმართ არსებობს, ამაზე ეჭვი არავის არ ეპარება და რაც შეეხება მენტალიტეტს და უზუსტობებს, რომელიც არის მის წერილში. თავად Jamestown Foundation-ი, ეს არის ვაშინგტონში ბაზირებული კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1984 წელს და პლატფორმა ძირითადად მისი იყო ის, რომ ისინი ასე ვთქვათ, მხარს უჭერდნენ საბჭოთა დისიდენტებს, ანუ ეს ორგანიზაცია მუშაობდა ამ მიმართულებით და მას ხშირად ადანაშაულებენ აი ძალიან ისეთ ნეოკონსერვატიულ შეხედულებებში და კავშირებში ანუ ზედმეტად ახლო კავშირებში ამერიკის დაზვერვასთან, ასე ვთქვათ და ამერიკის მთავრობასთანაც. ამიტომ ესეთი რეპუტაციას რაც შეეხება, ეხლა მას ყველას შეიძლება რაღაც მოუძებნო და ამ შემთხვევაში მენტალიტეტზე, როდესაც ვსაუბრობთ, ბევრია. ამერიკაშიც არის ესეთი ბევრი ორგანიზაციები, რომლებიც ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდიდან მოყოლებული ყოველთვის ანუ ამ ხაზს, ასე ვთქვათ, მკაფიოდ ატარებენ. ჩვენ ვიცით, ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება, ანუ რუსეთთან ამ ცივი ომის მიმართ და შესაბამისად ეს ყველაფერი კარგად ჯდება სოკორის წერილებით, როგორც წესი ხოლმე არის ამ სულისკვეთებით გამსჭვალული. რაც შეეხება უზუსტობას, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ის ამ ტიპის შეცნომას უშვებს, იმიტომ რომ ფოტოგრაფების საქმე როდესაც იყო ფოტოგრაფების საქმის დროს მან გამოაქვეყნა წერილი, ჩვენ ვიცით რომ მაშინ საერთაშორისო გამოხმაურება იყო ძალიან ნეგატიური ამ ამბის მიმართ, მაგრამ მაშინაც სოკორი იყო ერთადერთი, რომელმაც გამოაქვეყნა. არა, მას პოზიცია მისი იყო ის, რომ ის ამართლებდა დაუშვათ ხელისუფლების ნაბიჯს მაშინდელს, მაგრამ დაშვებული ქონდა ესეთი ორი შეცდომა სპეციალურად ამოვწერე, რომ აი ამ ტიპისაც კი რომ ის ნათია გედენიძეს ანუ გვარიც არ იცოდა როგორც ჩანს, იმიტომ რომ აბდალაძის ცოლიო ესე წერდა და რომ თითქოს ირაკლი გედენიძე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი, ჩვენ ვიცით რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი იყო ისიც აბდალაძე. ანუ ამ ტიპის უზუსტობები მას აწვდიან როგორც ჩანს ინფორმაციას, მაგრამ ზერელეთ ეკიდება ხოლმე. ესეც რაც ამიტომ რეზონანსის ორი ჟურნალისტი. ხო ესეც ამ ხო, ნუ ის არ თulis საჭიროთ რომ დაინტერესდეს, ანუ ესეთი
აგდებული დამოკიდებული. ხო, ანუ ხო, როგორც ჩანს მას ეს მნიშვნელოვნად არ მიაჩნია, იმიტომ რომ პირველი შემთხვევა არ არის, რომ ესეთი უზუსტობა. გასაგები, ამ წერილში ძირითადად საუბარია, ესე ვთქვათ, ახასიათებულია ივანიშვილის გუნდი, მაგრამ ასევე საუბარია ამ გუნდის საგარეო ორიენტირებზე. გუშინ ჩვენ საუბრობდით, დაიბეჭდა წერილი Today Zaman-ში, სადაც ივანიშვილის გუნდის საგარეო ორიენტირებზე უფრო მეტია, ნათქვამი, ძირითადად საგარეო კურსზე საუბარი, სადაც წერია, რომ სააკაშვილს აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული ხედვა და ივანიშვილის, თქვათ, საგარეო ორიენტირები არის ბუნდოვანი და გაურკვეველი. აი ამ წერილზე უფრო მეც რას ვიტყვით. გუშინაც ვახსენეთ ეს წერილი და ვახსენეთ ასევე ის წერილი, რომელიც ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდა, სადაც აი საგარეო პოლიტიკურ კურსზე იყო თუ დაუშვათ Faster Time-ში საგარეო კურსს უწუნებდნენ სწორედ და სააკაშვილს ამ შემთხვევაში განხილულია მხოლოდ უფრო სწორედ ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილის საგარეო კურსის გზავნილები არის ძალიან მკაფიო, მაგრამ ივანიშვილის დაუშვათ კურსი არის რაღაც დამატებით იმპულსს საჭიროებს იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს, ანუ წარმოდგენა რეალურად რას აპირებს იგი. კი ამაზე იყო საინტერესო სტატია იყო. შემდეგ იქნება ეს უფრო გარკვეული. არა, ხდება ხოლმეო, რომ საგარეო პოლიტიკური, ასე ვთქვათ, დღის წესრიგი, ანუ ეს საგარეო პოლიტიკა ზოგადად მთავარი მისი ორიენტირები იკვეთება ხოლმე, ის თავად ავტორის ხო საინტერესო წერილია მართლა, ანუ თავად ავტორი ხსნის, რომ ხშირად ხდება ესე, რომ ხდება ამის გარკვევა პროცესშიც. ანუ ჩვენ რაც ვიცით მის საგარეო კურსის შესახებ ეს ზაურშირიევი წერს, ეს არის მხოლოდ ივანიშვილის განცხადებები, იქ რამდენიმე დეკლარაცია და გარკვეულად ბუნდოვანად მიაჩნია მას ის, რომ ის თან უპირატესობას ანიჭებს ამ ევროპაში ინტეგრაციას, ანუ დასავლურ კურსს და პლუს ამბობს, რომ რუსეთთანაც უნდა მოგვარდეს ურთიერთობები, მას ეს მიაჩნია, რომ ეს არ არის მკაფიო. თუ სწორედ იმის გამო, რომ ის დასავლურ კურსზეც საუბრობს და ასევე საუბრობს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე, ივანიშვილის საგარეო კურსი ითვლება ბუნდოვნად, ბუნდოვანებას ბალანსის პოლიტიკას უწოდებს ის ამას. ხო, თუმცა სააცხადებს, რომ მაინც გაურკვეველია მისი საგარეო პოლიტიკური სტრატეგია. სააკაშვილთან დაკავშირებით ის წერს, რომ ყველაფერი მარტივი და გასაგებია. იმ ინიციატივების ფონზეც კი, ვთქვათ, ბოლო ინიციატივა ეს არის უვიზო მიმოსვლა, რომელიც მანამდე გამოქვეყნებული, თუმცა რომელზეც საუბრობენ, რომ უვიზო მიმოსვლა ეს არის ტექნიკური დეტალი და როგორც ხელისუფლება ამბობს, ეს არის შანსი მშვიდობისთვის, თუმცა აი ასეთი ინიციატივებიც კი არ აყენებს, ვთქვათ, კითხვის ნიშნის ქვეშ პრეზიდენტის პროდასავლურ იმიჯს. როგორ ფიქრობ, როდესაც პრეზიდენტი ეს პროამერიკულ იმიჯს არის მკვეთრად პროამერიკელი და ამ დროს მისი მთავარი ოპონენტიც სწორედ პროდასავლურ კურსს ანიჭებს უპირატესობას და ეს ყველა გამოსვლაში არის დეკლარირებული, ეს სწორია, ვთქვათ, როგორ ფიქრობ? ეს ტერმინები პროდასავლელი, პროამერიკელი, ესეც რაღაც დამკვიდრებადი ტერმინებია, ანუ ხშირად ხდება ხოლმე ამის აცდენა რეალობას, ანუ დეკლარირების დონეზე ხდება ხოლმე ხშირად აი ვიღაცის სახელთან დაუშვათ რაღაც ესე დამკვიდრდება და შემდეგ ამას ხშირად იყენებენ როგორც თუ ის მათთვისაც რიტორიკას აქვს დიდი მნიშვნელობა. სხვა საქმეა საქმეზე, ანუ რეალურად რა ხდება ქმედებებით, ხო? ჩვენ ალბათ ვისაუბრებთ მიჩელის წერილზეც, რომელიც გამოქვეყნდა ინტერვიუ ლინკოლν მიჩელთან, რომელიც არის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი. ეს ყოველ საინტერესო ფრაგმენტი ამოვიღე ამ ინტერვიუდან და წავიკითხავ თუ შეიძლება. ფაქტია, რომ საქართველოს ამერიკის მოკავშირეა, ამის მიუხედავად 4 წელი დასჭირდა ობამას სააკაშვილთან შესახვედრად. ეს ადასტურებს, რომ ეს ურთიერთობები პერსონალური არ არის და პირად კავშირებს არ ემყარება. ობამას რომ ხაზგასმით ეთქვა სააკაშვილისთვის, რომ არ სურს მისი პრემიერობა, ის ვერ იტყოდა ინტერვიუში, რომ ამაზე არაფერს იტყვის. ანუ საუბარია იმ ინტერვიუებზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მისცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და თქვა, რომ თქვათ ვერ იტყვის ამაზე ვერაფერს, ვინაიდან არ უნდა გახდეს კოჭლი იხვი. ანუ მიჩელის განმარტებით კაფიო მესიჯი რომ მიიღო მას ობამასგან, ასეთი ტიპის გაურკვეველ ბუნდოვან პასუხს ის ვერ გასცემდა. მე ვისურვებდი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შეუწყოს ხელი, რაც სააკაშვილის პარტიას მცირედი უპირატესობით გაამარჯვებინებს და მის პრემიერობას გამორიცხავს. საქართველოში არაერთი ლიდერია, რომელიც იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კარგი მოკავშირე და 3 გვარი აქვს მას დასახელებული, ეს არის ივანიშვილი, ალასანია, უგულავა.
რაც შეეხება ანუ ალბათ ეხლა მე ვიტყოდი ესე რომ მიჩელის რაც შეეხება თვითონ მიჩელის წერილს და სააკაშვილის შეხვედრას ობამასთან ამაზე ალბათ დიდხანს ისაუბრებენ კიდე აქ არის ერთ-ერთი ვერსია იმაზე თუ რაზე ისაუბრეს მათ ანუ ეს კიდევ განხილვის თემაა რაც შეეხება იმას რომ ის ვერ გაბედავდა რაღაც ტიპის განცხადებების გაკეთებას ეს არ მგონია ეს ჩემი აზრია უბრალოდ სუბიექტური არ მგონია ესე იყოს რომ სააკაშვილს ახასიათებს ხოლმე რაღაც დამოუკიდებელი ინიციატივები რაც შეეხება თავად ანუ რჩევები ერთია მისივე ციტატა რომ მოვიყვანოთ და გაითვალისწინებთ თუ არა ეს მეორე ის ახერხებს ასეთი დამოკიდებულების პირობებშიც კი მის პატრონ ქვეყანაზე ეს ჩემი ტექსტი ჩემი ტერმინი არ არის კლიენტი ქვეყანა ამერიკის ამას ხშირად თავად დასავლელი ექსპერტები წერენ მას ახასიათებს ხოლმე რაღაც ტიპის ანუ რიტორიკის დონეზე მაინც ამ ტიპის დამოუკიდებელი რაღაც ინიციატივები რაც შეეხება თვითონ ამ წერილებს ეს ბოლო პერიოდი რაც ქვეყნდება ეხლა სოკორთან დაკავშირებით სიმპათიები უფრო თუ შეიძლება რაიმე ტიპის თქო ანალიზის გაკეთება დასავლეთის ეს ალბათ ჯობია ესე ვთქვათ ანუ რა სჭარბობს ნეგატივი თუ პოზიტივი და უშუალოდ და ვიზე ნეგატივი და ვიზე პოზიტივი. ნუ უნდა ითქვას რომ აშკარად ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილი მოსაზრებები ძალიან კლებულობს ანუ სოკორი ხა ერთადერთი ადამიანია ფაქტიურად ვინც აი ესეთი ამ ტიპის ეს ღია ხარდაჭერას ამჟღავნებს ხოლმე მათ მიმართ ანუ კრიტიკა ივანიშვილის გუნდის ეს არის ავტომატურად ღია ხარდაჭერა პრეზიდენტის გუნდისადმი არა იცით რა არის ეს ხო ერთი წერილი არ არის მისი ანუ ის ძალიან ხშირად აქვეყნებს წერილებს და ძალიან კაფიოდ კი მისი განწყობები ცნობილია მაგრამ ის არ არის ერთადერთი ექსპერტი რომელიც ამ რეგიონით არის დაინტერესებული ანუ არიან სხვებიც იგივე მიჩელი ახლა ჩვენ ვახსენეთ არის იგივე თომას დევალი კარნეგის ფონდის ექსპერტი სხვა შორის აზერბაიჯანთან დაკავშირებით როდესაც 20 წლის თავი იყო ახლა გამახსენეთ როდესაც 20 წლის თავი იყო საბჭოთა კავშირის ანუ დამოუკიდებლობის მოპოვების აი ამ სამხრეთ აქ აზერბაიჯანით შეგვიძლია რომ ვახსენოთ აი ამ სამ კავკასიურ რესპუბლიკაზე მან გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო წერილი რომ ამ რეგიონმა ამ ქვეყნებმა მიაღწიეს მოწიფულობას ანუ ასაგზე იყო ლაპარაკი ხო 20 წლის თავი ესე იგი ამერიკაში ამ დროს ერთი წელი აეგრძალებოდა თუ ალკოჰოლის დალევაო მაგრამ სინამდვილეში ისინი ყმაწულ კაცობიდან ზრდასრულ ასაკში გადავიდოდნენ და მე მგონი აი ჩვენ შიდა პოლიტიკურ სიტუაციას მოახლოებულ არჩევნებს ეს კარგი იქნება ამ წერილის გახსენება სწორედ იმიტომ შეგვიძლია გავიხსენოთ ეს წერილი არის საუბარი იყო თუ როგორ დავაღწიეთ თავი წითელ ზონას ასე ვთქვათ პოსტსაბჭოთა სივრცეს და აი ახლა თავიდან უნდა გავარკვიოთ ჩვენი პოლიტიკური გეოგრაფია ანუ ის აფასებს ასე რომ წითელ ზონას ჩვენ დავაღწიეთ თავი იმიტომ რომ ამ ქვეყნების მიმართ საუბარი აზერბაიჯანზე სომხეთზე და ჩვენზე ვერ გამოიყენებ უკვე ტერმინს ანუ მოძველებულია ტერმინი პოსტსაბჭოთა ქვეყნები რომ წითელ ზონას დავაღწიეთ თავი ანუ ამ ზონიდან გასულები ვართ, მაგრამ ბუნდოვანების ზონა, ესე შეიძლება ითქვას, ნაცრისფერი ზონა, ასე ახასიათებს აი ამ გარდამავალ პერიოდს. ანუ ჩვენ სამი ქვეყანა ეხლა ვართ ნაცრისფერ ზონაში ამ ზონაში და ის გამოთქვამს სურვილს და საუბრობს სხვათა შორის საქართველოსაც ცალკე და ამბობს რომ ქვეყანა რომელიც ყველაზე უფრო გამოირჩევა ამ სამ რესპუბლიკაში თავისი დემოკრატიული ინსტიტუტების სიმტკიცით და ისეთი ანუ აი სწორედ აქ არის მას საქართველოს კი საქართველოს პროგრესული ამ სამ ქვეყანას შორის ინსტიტუტების სიმტკიცით, ეკონომიკის ღიაობით და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ ეს არ არის პოლონეთი ის ამბობს და მასაც ძალიან ბევრი გზა აქვს გასავლელი იმისთვის, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ქვეყანაში ერთპარტიული სისტემა და სუსტი ოპოზიცია ეს ქმნის გათიშულობას. აი, აქ არის შორის ძალიან საინტერესო რამ თუ რას მიიჩნევს ის ყველაზე სერიოზულ პრობლემად არჩევნებით ხელისუფლების გადაცემის ტრადიცია და აი აქ არის შესაძლოა ყველაზე დამძრგუნველი სამხრეთ კავკასიის 20 წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში არის ის რომ აქ არ არსებობს არც ერთი მაგალითი იმისა, როდესაც ძალაუფლება არჩევნების მეშვეობით და მშვიდობიანად გადაეცა მთავრობიდან ოპოზიციას. და გავაგრძელებ, იმიტომ რომ მართლაც საინტერესო ეს არის გახსენებულია აქ ორივე კიდევ აი ამ ორი ქვეყნის
გამოცდილებაც 5 პრეზიდენტი ლევონ ტერპეტროსიანი სომხეთში, აიაზ მუტალიბოვი და აბულფაზ ელჩიბეი აზერბაიჯანში, სვიად გამსახურდია და ედუარდ შევარდნაძე საქართველოში ან დაამხეს, ან გააძევეს თანამდებობებიდან მათი მმართველობის ვადის დასრულებამდე. არსად მომხდარა, რომ ქვეყნის მმართველს არჩევნები წაეგო და თავისი მეტოქისთვის გამარჯვება მიელოცა. აი ესეთი რამ არის. ახლა ვართ იმ გამოცდის წინაშე, სადაც უნდა გაირკვეს ჩვენ დავაღწიეთ თავი წითელ ზონას და დავაღწევთ თუ არა თავს ნაცრისფერ ზონას. თუ და ბუნებრივია და სწორედ ამით ამთავრებს ის თავის სტატიას, რომ ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ხელისუფლების ამ სახით და მშვიდობიანად გადაცემა შესაძლებელი იქნება, ყველა იმ ადამიანის მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს, ვისაც კავკასიისთვის მომავალი 20 წლის განმავლობაში სიკეთე უნდა. ანუ ჩვენ რა არის ევროპა, ხო? ევროპული ღირებულებები, ეს არის მხოლოდ რიტორიკა, ინგლისურის და კომპიუტერის ცოდნა, თუ ეს არის ქმედების და აი სწორედ იმ პროამერიკელობას რაც შეხეთ ჩვენ ლაპარაკობთ, ეს არის უბრალოდ ტერმინიც არიელი, რომელიც ეფუძნება მხოლოდ რიტორიკას ამა თუ იმ ლიდერის, თუ ეს არის რეალურად ღირებულებების გაზიარება. ანუ ცივილიზებულობა ეს არ არის არჩევნები იქნება ერთ-ერთი თუ ბოლო ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენ ბოლო ინდიკატორი და ჩვენზეა სწორედ აქცენტი, იმხელა აქცენტი არ არის ბუნებრივია აზერბაიჯანზე და სომხეთზე. ჩვენზეა ეს აქცენტი და ამის თქმა მინდა რომ როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენ ვართ რაღაცეებში პირველები, ეს არ არის საკმარისი ამ ზონის დასაძლევად. ანუ ჩვენ თუ ეს არჩევნები ვერ ჩავატარეთ, ჩვენ დავრჩებით ამ ნაცრისფერ ზონაში, დავრჩებით არაცივილიზებულები, იმიტომ რომ მხოლოდ ინგლისურის ცოდნით მართლა და კომპიუტერის ეს არ არის ეს ნიშანი. თავს ვერ დავაღწევთ და შეიძლება ადამიანმა დაუშვოთ ხინკალი ჭამოს, მაგრამ არჩევნებს თუ ჩაატარებს, ის ჩაითვლება ცივილიზებულად. ანუ ჩვენთან რაღაც სხვა ტიპის, სხვა პრობლემებია, სხვა კლიშეებია, ჩვენ ეს გვაქვს დასაძლევი და ჩვენ რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ ისეთი ინგლისური ბარბარიზმებით, ეს არაფრის მაჩვენებელი არ არის. თუმცა ამ ქვეყანაში იმაშიც კი ეპარებათ ეჭვი, ჩვენ წითელ ზონას დავაღწიეთ თუ არა თავი. ამ ქვეყანაში ეს სხვა შორის საკმაოდ ისეთი ადამიანებს ეპარებათ ეჭვი. ეს არის მენტალიტეტის პრობლემა კი და მე მგონია ეს სოკორის ისრები, ასე ვთქვათ, არ არის სწორი მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენი ხელისუფლებას სერიოზული პრობლემა აქვს ამის კი, იმიტომ რომ ეს მათი რიტორიკა სწორედ წითელ ზონაში ექცევა, ასე ვთქვათ. ძალიან დიდი მადლობა თეონა, ძალიან საინტერესო საუბარი იყო, ჩვენ ხვალეც გავაგრძელებთ, თუმცა სანამ დაგემშვიდობებოდით და გადაცემის პირველი ნაწილი დასრულდებოდა, მოთ ჩალვა რამიშვილს მოусმინოთ, ჩალვა გამარჯობა. გამარჯობა ძვირფას ტელემაყურებლებო, თქვენ გახსოვთ ალბათ 28-ში მე არ ვიყავი გადაცემაში, იმიტომ რომ ვიყავი ქვიშხეთში, იცით მარტოს მოგიწევს გოგოებს საყვანა. დღესაც მარტო ვარ და რატომ იქნებ მოგვიყვა? მე ისევ ქვიშხეთში ვარ, აქ ჩამოვიდნენ საზოგადოების ცნობილი პირები, კეთი დოლიძე, ქართული აკადემია, უტარობა ქიძის ჭირისუფალი და ბევრი. ისინი მოვიდნენ ამ სოსო ქიმერიძის პანაშვიდზე. ჩვენ ნახეთ და გადავიღეთ ამაზრდენი კადრები, თუ როგორ ეწინააღმდეგებოდნენ მათ შესვლას. ვიღაც ჩემთვის სულად გაუგონარი ადამიანები. აი ესენი იყვნენ ოჯახის წევრები, ვთქვათ, ჭირისუფალი. ოჯახის წევრები, ადგილობრივი აქტივისტები, რომლებიც გამოწვევაზე იყვნენ, ისინი იყვნენ გამოწვევაზე, მათ სურდათ რომ რაღაცა პროვოკაცია მოხდარიყო და მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს კამერა, ესეც გადავიღე და გაუგონარ რაღაცას აქვს ადგილი ხალხო. საქართველოში ქვიშხეთში ადგილი აქვს ისეთ ცოდვის სტრიალს, ისეთ ცოდვის რაღაც საშინელებას. სიტყვები არ მყოფს, ეს აღელებული არ. ანუ ამ ადამიანებმა ვერ მოახერხეს შესვლა. ადამიანები შევიდნენ, ნახეს გადასვლილი. ყველას კომენტარი ესეთია, რომ ეს ადამიანი არის ნაცემი, ნაწამები და ისე მოკლული. გასაგებია? და მე ამ მასალას ჩამოვიდან ახლა ცოტა ხანში და ძალიან მალე ვაჩვენებ ძელს საქართველოს. კარგი. თუ რა ხდებოდა იქ. გასაგებია შალვა. ასე ნაცრისფერ ზონაში ვართ. კი, ასე ევროპამდე ვერ მიხვალთ. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ეთერში, ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება მიხეილ ალექსიძის დედა და ადვოკატი.
გადაცემა სუბიექტური აზრი პირდაპირ ეთერში ბრუნდება ჩვენი სტუმარია ქალბატონი ლალი ლეკიშვილი, რომელიც არის მიხეილ ალექსიძის დედა, ის არის 53 სკოლიდან გარიცხული მოსწავლე, რომელიც პრეზიდენტმა პარლამენტში დებატების დროს ხულიგნად მოიხსენია და ადვოკატი მარიამ დემეტრაძე. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. მე მინდა თქვენთან საუბარი წავიკითხო ინფორმაციით, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა სააგენტო ინტერპრეს ნიუსის საშუალებით. მიხეილ ალექსიძე 77 სკოლაში აღადგინეს განათლების და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურმა განუცხადა ეს სააგენტოს, რომ სკოლაში ამ საჯარო სკოლაში ის თვეზე მეტია მიღებულია და შესაბამისი შეტყობინება ოჯახსაც გაეგზავნა, თუმცა მოსწავლე სკოლაში არ გამოცხადებულა. მე მინდა გკითხოთ, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია, აქვე არის დაზუსტება, რომ 53 და 51 სკოლებში ადგილები არ იყო და ამის გამო ვერ მოხერხდა ვთქვათ მისი მიღება. მოგესალმებით. ჩემთვის მოულოდნელია ეს განცხადება, იმდენად, რამდენადაც ტელევიზიით შევიტყე ჟურნალისტებმა დამირეკეს დღეს საღამოს ამ ინფორმაციის შესახებ. ანუ ეს შეტყობინება ოჯახს არ მისვლია? რაც შეეხება 77 სკოლას, მოგახსენებთ, რომ მე ერთი კვირის წინ მიმართე რესურს ცენტრს, განათლების რესურს ცენტრს მიმართე ექსტერნის გამოცდების ჩაბარებასთან დაკავშირებით, რომ მოზარდს არ დაკარგოდა ეს წელიწადი. მე ვითხოვდი, რომ მოეცათ საშუალება გამოცდები ჩაგვებარებინა მე-11 კლასის. აგრეთვე მივუთითე განცხადებაში, რომ ვითხოვდი 53 სკოლას, ვინაიდან ბავშვისთვის ეს იყო ნაცნობი გარემო და თავისი პედაგოგები. ტარაშავში შვილმა ცნობა როდესაც მომცა, იგი მუქარით, თავისი ჩვეული მეთოდით ასე მომართა, რომ ნახოთ შენი შვილი როგორ ჩააბარებს ექსტერნს. აბა მოვიდეს ჩემს სკოლაში ექსტერნის. ამის მოწმე იყო კანცელარიის თანამშრომელი და რამოდენიმე ჩვენი სკოლის თანამშრომლები. მე როდესაც განცხადება დავწერე გამოცდებთან დაკავშირებით, მივუთითი ამ განცხადებაში, რომ მინდა 53 სკოლა. შემდეგ მომდის რესურს ცენტრიდან რამოდენიმე დღეში განცხადება, პასუხი, რომ მე დავრეგისტრირდი 77 სკოლაში გამოცდების ჩასაბარებლად. შემიძლია ეს დოკუმენტი ანუ არა იმისთვის რომ აღდგენილია ის 77, ანუ ასეთი განცხადება რომ ის აღდგენილია 77. არა, მე წაგაკითხებთ ამ თქვენ არ მოგსვლიათ. პასუხს წაგაკითხებთ რესურს ცენტრიდან გარკვევით წერია რომ თქვენ გამოცდებს სამინისტროს პრესსამსახურმა რომ ის აღდგენილია თვეზე მეტია და შესაბამისი შეტყობინება არის ოჯახში. დოკუმენტი მოგცენ ქალბატონო და მე შემიძლია დოკუმენტს გაჩვენებთ ეხლავე რომ რესურს ცენტრი მითითებს 77 სკოლას, შემთთვის ეს იყო მოულოდნელი, მე გადავრეკე რესურს ცენტრში და ვკითხე, რატომ გადამამისამართეთ 77-ში, როცა მე მოვითხოვე გამოცდები ჩემს სკოლაში, რისი კანონიერი უფლება ჩვენ გქონდა და პასუხი იყო ასეთი, რომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ გამოცდები იქ ობიექტური იქნება და აქ არ იქნება ობიექტური. პასუხი იყო ასეთი. შემდეგ დაუკავშირდი 53 სკოლაში არ იქნებოდა ობიექტური. ობიექტური, დიახ. დაუკავშირდი 77 სკოლის დირექტორს და დიდი მადლობა მინდა უთხრა ამ ქალბატონს. იმიტომ ის ერთ-ერთი სკოლა გამოდგა, რომელმაც გამოცდებზე უარი არ მითხრა. სხვა წინა შემთხვევებში თქვენთვის ყველა სკოლის კარი დახურული იყო? არა მარტო ჩემთვის, სახალხო დამცველის დასკვნა მაქვს განცხადებებზე, რომ მანაც მიმართა ამ საჯარო სკოლებს და დღემდე პასუხი არ მიუღიათ. მე მინდა რომ რამდენიმე წუთში თქვენ მაინც გაახსენოთ ეს ისტორია ჩვენს მაყურებელს და მსმენელს. მე მინდა ქალბატონო გკითხოთ თქვენ დღეს იყო სასამართლო პროცესი, რომელიც 12 მარტისთვის გადაიდო. რა ხდება, ანუ მოსარჩელე და მოპასუხე მხარე დაზუსტდა? აი იქნებ განგვიმარტოთ რა მოხდა დღეს სასამართლოზე. განწესრიგებელი სხდომა გახდა, ასე ვთქვათ, მოსამზადებელი სხდომა, რომელიც დამახასიათებელია ადმინისტრაციული პროცესისთვის. განმეცავალდებულოა ამ პროცესის დროს, ამ ასეთი ტიპის სხდომების დროს დგინდება მხარეში პროცესში ჩაბმულ პირთა მოსარჩელეთა და მოპასუხეთა ვინაობა, ზუსტდება მოთხოვნა. თქვენ დისციპლინარული კომიტეტის ჩართვა მოითხოვეთ საქმეში, ანუ ეს ის კომიტეტია, რომელიც თავის დროზე გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. აქ უბრალოდ პერსონიფიცირება იყო მომხდარი და ჩაება მთლიანად საჯარო სკოლა და მისი ცალკეული სტრუქტურა, დირექტორი, დისციპლინარული კომიტეტი, სამეურვეო საბჭო. ეს ჩვენ ურთიერთშეთანხმებით მივედით ამ დასკვნამდე, რომ ჩვენ გვსურდა აი ეს სტრუქტურები ჩაბმული ყოფილიყვნენ მხარეებად
ამ სასამართლო პროცესის მიზანი რა არის? ანუ რა უნდა დაადგინოს მას? სასამართლო პროცესის მიზანი არის ის, რაც არის ფაქტობრივად მოსარჩელის მოთხოვნა. ანუ ჩვენი მიზანია ეს. მოსარჩელის მოთხოვნა ეხება ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილაცნობას და ეს ის აქტებია, ანუ ავტომატურად აღდგენას 53 სკოლაში მიხეილ ალექსიძის ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილაცნობა იწვევს იმ სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენას, რაც ბათილაცნობის აქტის გამოცემამდე იყო. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია მოვითხოვთ აქტების ბათილობაზე და შესაბამისად მოსწავლის აღდგენას სასწავლო დაწესებულებაში. რაც შეეხება გამოძიებას, ცნობილია, რომ ის 13 ოქტომბერს გაირიცხა საჯარო სკოლიდან და იმავე დღეს დაიწყო გამოძიება ხულიგნობის მოხლით. აი იმ პროცესს რაც შეეხება. ჯერჯერობით არანაირი, ასე ვთქვათ, პროცესი უძრავად არის, შეიძლება ითქვას გაყინულია ერთ წერტილში და არანაირი წინსვლა ამ საქმესთან დაკავშირებით არ არის, არც უკანსვლა, მინდა გითხრათ, ერთი და იგივე პროცედურა მონაცემებია. ხულიგნად არ უცნია? არა, არ უცნიათ, ის მოსწავლე მხოლოდ და მხოლოდ მოწმის სტატუსით სარგებლობს, ანუ ის არ არის ბრალდებული. გასაგებია. მის მიმართ ბრალი არავის არ წაუყენებია. კაპიტონლალი, იქნებ ისტორია შეგვახსენოთ, რა ხდებოდა ეს პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, საპარლამენტო გამოსვლის თემაც გახდა, რამდენად ელოდებოდით, რომ თქვენი შვილის სახელი და გვარი გაჟღერდებოდა, ვთქვათ, პრეზიდენტის მხრიდან და აი ერთ-ერთი თემა გახდა, მან ხულიგნად მოიხსენია მიხეილ ალექსიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მან უდანაშაულ კონსტიტუციის მეორე მოცემული და დაარღვია და უდანაშაულის პრეზუმპცია დაირღვა ამით. ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო სიმართლე გითხრათ და მე კიდევ ერთხელ დავწმუნდი იმაში, რომ პრეზიდენტი დეზინფორმირებული იყო. საერთოდ არ ქონდა მას წარმოდგენა ჩვენი პრობლემის შესახებ. ხო, მაგრამ მას ქონდა გარკვეული ინფორმაცია, ის აცხადებდა, რომ ის გაეკაჩა დირექტორს, რომ ასე თქვა, რომ მხოლოდ ვაკეში მინდა სწავლა. ანუ გარკვეული ინფორმაციები პრეზიდენტს ფაქტია, რომ ქონდა და ის ამ თემაზე იყო ინფორმირებული, ალბათ იმ ადამიანების მხრიდან, ვისთანაც მას აქვს ურთიერთობა. ეს სრულბრალდებელი დირექტორი, დიდი რეფორმატორი ტარა შავშიშვილი იყო 2 კვირის დანიშნული, როდესაც ჩვენი ინციდენტი მოხდა. მოსვლიდან ერთ კვირაში იგი ატარებს მშობელთა გაერთიანებულ კრებას და ასეთი წინადადებით შემოდის, რომ მე ვარ რეფორმატორი, მაქვს ძალიან დიდი გამოცდილება, ვარ ფსიქოლოგი, პროფესორი და ვარ შაშკინის დანიშნული დირექტორი. მისი უახლოესი მეგობარი. მე მაქვს პროგრამა, რომ რამოდენიმე მოსწავლეს გავრიცხავ სკოლიდან და ეს იქნება სამაგალითო დასჯა და სკოლაში დამყარდება დისციპლინა, წესრიგი. ანუ აი ამ მეთოდით, გარიცხვის და დაშინების მეთოდით, მას უნდა სკოლაში წესრიგი შემოეყო. მან ასევე კრებაზე განაცხადა, რომ ჩემგან განთავისუფლებული მასწავლებელი და მოსწავლე იქნება ისეთი კლეიმოთი, ეს მისი სიტყვებია, გარიცხული, რომ მას არც ერთი საჯარო სკოლა არ მიიღებს და ამ ეტაპისთვის 13 ეს იყო თქო იმ კონკრეტულ ინციდენტამდე მისი განცხადება. დიახ, მოსვლიდან ერთ კვირაში და ჩვენი მოხდა 13 ოქტომბერს, 2 კვირის შემდეგ. და ბატონმა ტარასმა ასეთი განცხადებაც გააკეთა, რომ არც ერთი სკოლა არ მიიღებდა და მას უკვე დაწყებული ჰქონდა ეს გარიცხვის პროცედურები. რამოდენიმე მასწავლებელი ყავდა გარიცხული, ძალიან კარგი პედაგოგები, მაკა ხუნდაძე, ინგლისურის მასწავლებელი, რომელიც ჩვენივე პედაგოგი იყო და არაჩვეულებრივი ადამიანი იყო ქალბატონი მაკა. გარიცხული ყავდა რამოდენიმე ბავშვიც უკვე და მეხუთე მოსწავლე, რომელიც იმ პერიოდისთვის იყო გარიცხული, ეს იყო ჩემი შვილის კლასელი, ირაკლი მჭედლიშვილი, რომელიც ასევე უსამართლოდ იქნა სკოლიდან გარიცხული, მინდა გითხრათ. ბოლო გაკვეთილზე ქიმიის მასწავლებელს გაუშვია მოსწავლე ლაპარაკის გამო, რაღაცა პატარა შელაპარაკება მოხდა, შემდეგ ჩაუყვანიათ მანდატურს დირექტორთან და დირექტორმა დაუსვა კითხვა, რომ წინა დღეებში რომ გავრიცხე ის ბიჭები თუ არის შენთვის ცნობილი, მოსწავლეს უთქვია, რომ არა მემატ, ისინი შენნაირად მოძველ ბიჭო ელემენტები იყვნენ და ხარ გარიცხული. შემდეგ ბრუნდება ეს მოსწავლე კლასში და მისი ჩვენი კლასი, მიხეილის მეგობრები თანხმდებიან, რომ ჩავიდნენ დირექტორთან, ვინაიდან არის ახალი მოსული, არ იცნობდა სკოლას ისე კარგად და სთხოვეს ბავშვებმა, თხოვნით უნდათ მიემართა დირექტორისთვის, რომ არ გაერიცხათ ეს ბავშვი. როდესაც დირექტორმა დაინახა, დამთავრდა გაკვეთილი, მეშვიდე, ბოლო გაკვეთილი იყო, დამთავრდა, მთელი კლასი ჩავიდა დირექტორთან, იქვე იყო მანდატურები, იყვნენ 3 თანამშრომელი, ახალგაზრდა გოგონები, დამრიგებელი, რომელიც არ შეუშვა დირექტორმა არც მანდატური დაასრულა ამ დიალოგს და არც დამრიგებელი.
მე როგორც ვიცი ამ პედაგოგებისგან და მან მაშინვე გამოიძახა პირველად პატრული. როდესაც იკითხეს მოსწავლეებმა რომ პატრული ვინ გამოიძახა და რატო დირექტორმა ასეთი პასუხი გაცა რომ თქვენ მაღალი კლასი ხართ და რაიმე ინციდენტი რომ არ მოხდეს ამის გამო მე ვიძახებ თავდაცვის მიზნით იძახებ და გამოიძახა. შემდეგ კითხულობს ვის აქვს პრეტენზია ალექსიძემ და მისმა მეგობრებმა უთხრეს რომ ჩვენ გვაქვს პრეტენზია და ამოირჩია მიხეილი და შეყავს ოთახში. არასწრებს ამ დიალოგს არც დამრიგებელს და არც მანდატურებს. კარები პატრულის თანამშრომლები იქ იყვნენ თუ არა პატრულის თანამშრომლებიც არ იყვნენ იტყობა იქ იმიტომ რომ ამ პროცესს არავინ არ ესწრებოდნენ. და მათ შორის ასეთი დიალოგი იყო რომ მიხეილმა სთხოვა რომ ერთი ხელის მოსმით ნუ გაიმეტებთ 15 წლის არის ჩვენი თანაკლასელი ამ ბავშვს ქონია რამოდენიმე სკოლა მართლაც გამოცვლილი შარშან იყო ეს ბიჭი გადმოსული ჩვენთან და სთხოვა რომ ერთი ხელის მოსმით ნუ გარიცხავდა თავის თანაკლასელს თუ ეგ შენი და მე არ გაძლევო შენ სიტყვის თქმის უფლებას რატომ მიგრძალავთ მე ხო კლასელის თანადგომისთვის შემოვედი თქვენთანო და მე არ მომწონს როდესაც მოსწავლე ჩემს წინააღმდეგ გამოდისო და შენც მიყვები მაგ კლასელს. ამის შემდეგ მიხეილ სტოვებს თავის ოთახში, დამრიგებელს ეუბნება რომ მშობელი დაიბაროს და ზუსტად 5 წუთში მივდივარ სკოლაში. კიბებზე მხვდებიან მანდატურები, მე მინდა ნამდვილად მადლობა უთხრა ამ გოგონებს რომ დამამშვიდეს რომ რატომ ღელავთ, არაფერი ინციდენტი აქ არ მომხდარა, მიხეილს არაფერი დაუშავებია, მე ვკითხე რა მოხდა თქო და მიხეილი მხოლოდ თავის გარიცხულ თანაკლასელს გამოესარჩლა და აუცილებლად დირექტორი გამოუშვებს. იგივე მითხრა დამრიგებელმაც და იმ კლასელებმა, ვინც იქ იყვნენ და ეს იყო დაახლოებით 30 ბავშვი. ამასობაში ამ ლაპარაკი იტყობა ხმა გაიგო მიხეილმა და გამოვიდა. მე მაინც დაუშვი რაღაც 1% დაუშვათ რომ ხო შეიძლება მოზარდია და რაღაცა ვერ მოიქცა დირექტორთან და გავიყვანე ცალკე ჩემი შვილი და ვკითხე და სიმართლე მითხარი როგორ დაველაპარაკო დირექტორს მე ბოდიში არ მწხვენია ბოდიშის მოხდა შენ თუ რამე დააშავე მე მზად ვარ ბოდიში მოუხადო მას და როდესაც ჩემშულმა მითხრა მე დაუჯერე მას იმიტომ რომ ეს არ იყო მარტო მიხეილის პასუხი რომ ის მხოლოდ გამოესარჩლა თავის კლასელს რა გითხრათ დირექტორმა შემომთავაზა პირდაპირ ყოველგვარი ახსნა განმარტებების გარეშე რომ მე თქვენ გაძლევთ ორ არჩევანს ერთი რომ გადაიყვანოთ მიხეილი სადმე ახლო მდებარე კერძო სკოლებში და მეორე ვარიანტი ან ავღძრავ სისხლის სამართლის საქმეს. ეს ორივე ფაქტი იყო ჩემთვის რაღაცა მიუღებელი წინადადება და გარდა ამისა შოკის მომგვრელი. ხო მე ვთქვი რის არგუმენტი ფაქტი რა გაქვთ არგუმენტი. როდის აღიძრა საქმე? იმავე დღეს ჩემი თანდასწრებით იგი მეორედ იძახებს პატრულს და ამ დროს ამ ჩვენ საუბარს ესწრება მოადგილე მანდატური თავისივე მოყვანილი მანდატური და მას მიმართა რომ ეხლავე გამოვიძახოთ პატრული დავაფიქსიროთ რომ შემომივარდნენ მაგინეს შეურაცხყოფა მომაყენეს და დამემუქრენ. ამის შემდეგ მე მას უთხარი რომ აუცილებლად საქმის ყურში ჩავაყენებ მინისტრს და პრეზიდენტს რომ თქვენ არასწორ გადაწყვეტილებას იღებთ არსებობს სკოლაში პედაგოგიური საბჭო ანუ ქონდათ მცდელობა პრეზიდენტის ინფორმირების საქმის კურსში რომ ყოფილიყო პრეზიდენტი ვინაიდან აი ამ საპარლამენტო გამოსვლის შემდეგ მეორე დღეს თქვენ ყვებოდით რომ ძალიან მძიმე იყო ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ვინაიდან მას მუდმივად ქონდა იმედი რომ პრეზიდენტი არ იყო თქვა საქმის კურსში და თქვა უფრო სამართლიანი იქნებოდა მის მიმართ მოპყრობა რომ პრეზიდენტი ყოფილიყო თქვა ამის საქმის კურსში დაახლოებით ასეთი კომენტარი გაკეთე იქნება ამის შესახებ გითხრა. ორდღიანი აქციების შემდეგ, რაც მიხეილის თანაკლასელებმა მოაწყეს საპროტესტო აქციები, მშობლებთან ერთად იყო ეს აქცია, მშვიდობიანი აქცია. ისინი გამოხატავდნენ, რომ მიხეილი არაკანონიერად იყო გარიცხული სკოლიდან. ამის შემდეგ ჩვენ დავწერეთ კოლექტიური წერილი და ეს წერილები გავაგზავნეთ პრეზიდენტის, პროკურატურის, სახალხო დამცველის და პარლამენტის დავით ბაქრაძის სახელზე. სახალხო დამცველი გამოეხმაურა. დიახ, გამოეხმაურა. დიდი მადლობა მინდა უთხრა მის აპარატს არის ძალიან ობიექტური დასკვნა, სადაც ასახულია, რომ ადგილი ქონდა სკოლის დირექტორის მხრიდან კომიტეტის წევრებზე ზეწოლის ფაქტს, ეს წერია. არა მარტო ზეწოლის ფაქტს, ორივე წევრი დისციპლინარული კომიტეტის წევრები წერილობით მიმართეს მათ დირექტორს მიმართეს წერილობით, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მოხდა ამ განცხადებაზე გარიცხვის ბრძანებაზე ხელის მოწერა და დირექტორი პირდებოდა, რომ თუ თქვენ მოაწერთ გარიცხვის ბრძანებას ხელს, მე მიხეილ ალექსიძეს არ დავაჭერინებ. ანუ ეს არგუმენტი წაუყენა, ან მოაწერეთ ხელი გავრიცხავ, ან დავაჭერინებ. ამის შემდეგ ყველა სკოლის კარი იხურება თქვენთვის?
დიახ, მიმართე საჯარო სკოლებს, არა ერთს. თქვენი ეთერითაც იყო ეს გაშუქებული, გარდა მაგისა შაურამიშვილის გადაცემაში აკრედიტაციის გარეშე იყო. დიახ, ქეთი ფარცხალაძემ გადაიღო 193 სკოლა და დაფიქსირებულია დირექტორის პასუხები. ოფიციალურად არც ერთი სკოლიდან მე პასუხი არ მომსვლია. გარდა მაგისა, სახალხო დამცველს მიმართე ამ პრობლემით და მათ მომცეს დასკვნა, სადაც წერია, რომ ორჯერ გააგზავნეს ამ სკოლებში მიმართვა, კითხვა თუ რის საფუძველზე არ იქნა ბავშვი მიღებული სკოლაში და დღემდე პასუხი არ არის. ორთვე ნახევარია ამ განცხადებებიდან გასული. გასაგებია, მე მინდა კითხოთ ადვოკატს, პრეზიდენტის განცხადება თქვენ ახსენეთ აქ ერთი ხულიგანი, რომელიც გარიცხეს 53 სკოლიდან იმისთვის, რომ დირექტორზე გაიქაჭა. კანონთან მე ახალგაზრდა იურისტების დასკვნა ვახსენე, კანონთან რა წინააღმდეგობაში მოდიოდა ეს პრეზიდენტის გამოსვლის ის ფრაგმენტი, რომელიც ალექსიძეს ეხებოდა. სერიოზულ წინააღმდეგობაში მოდის კანონთან, არა მხოლოდ კანონთან, საქართველოს კონსტიტუციასთან, მინდა გითხრათ, ვინაიდან ფუნდამენტური უფლებაა საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი აღიარებული. ეს გახლავს იგივე მე-40 მუხლი, რომელიც თქვენც ახსენეთ, ეს არის უდანაშაულობის პრეზუმპცია. ის რომ ადამიანს მოიხსენიებ ხულიგნად, ეს უკვე ნიშნავს, რომ მას გარკვეულწილად ბრალს დებ, ანუ ამხელ მას დანაშაულში, საჯაროდ. ეს უკვე ნიშნავს უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევას, ვინაიდან არავის არ შეიძლება დაედოს მსჯავრი, ვიდრე ამ პიროვნების მიმართ არ იქნება გამოტანილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. ანუ მანამდე არაფერ არ შეიძლება პიროვნებას დასდო მსჯავრი დამხილო კი დანაშაულში და უწოდო დამნაშავე და ხულიგნობა ცნება ეს თავისთავად უკვე მხილებაა დანაშაულში, რაც უნდა რაღაც საფუძველზე იყოს დამყარებული და აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო, ძალიან ატყობა არასწორად იყო ინფორმირებული, სხვა რა შეიძლება აქ ითქვას საქართველოს პრეზიდენტი, როდესაც ეს განცხადება გააკეთა და უდანაშაულობის პრეზუმპცია, პატივისა და ღირსების შელაყვა, კი ბატონო, ეს ყველაფერი არის სახეზე, უბრალოდ აქ საქმე გვაქვს არასრულწლოვანთან. სამწუხაროა, მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელი მოაწერა კონვენციას, ბავშვის უფლებათა კონვენცია, ეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული, სადაც განსაკუთრებული ფაქიზი მიდგომა არასრულწლოვანის მიმართ. მინდა ვთქვა, რომ საქართველოს სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოებში ჯერჯერობით საერთოდ არ არის კულტურა დამკვიდრებული არასრულწლოვანის მიმართ სათანადო მოპყრობის. ელემენტარულად კონვენციაში არის მითითება, რომ აბსოლუტურად ყველა ორგანო, სკოლა, სამინისტრო, ყველა განათლების დაწესებულება ვალდებულია, ყველანაირი ზომა მიიღოს, რომ ბავშვის დროებითი თუ მუდმივი გარიცხვის ფაქტები რაც შეიძლება იყოს შემცირებული და ბავშვს მიეცეს გამოხატვის თავისუფლება და თავისი აზრის დაფიქსირების უფლება. როდესაც განცხადებას აკეთებენ ისე რომ არავის არ მოусმენია ბავშვისთვის, არც სკოლა მოусმინა მოსწავლეს, არც განათლების სამინისტრო მოусმინა მოსწავლეს, არც ერთმა საჯარო დაწესებულებამ, არც საქართველოს პრეზიდენტს არ მოусმენია მოსწავლესთვის და აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს არის სერიოზულ წინააღმდეგობაში ფუნდამენტურ უფლებებთან. კაპიტან ლალი, აი ამ საპარლამენტო გამოსვლის შემდეგ თქვენ საუბრობდით ასევე, რომ პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვდით. ამის შესახებ, ანუ ეხლაც ითხოვთ, სად მოითხოვთ, ხოლმე მედიის საშუალებით გაშერდა ეს თქვენი ეს ინიციატივა, სურვილი. დიახ, მეორე დღესვე ვიყავი პრეზიდენტის კანცელარიაში, დავწერე განცხადება და დავწმუნდი, მართლა დავწმუნდი იმაში, რომ პრეზიდენტს აბსოლუტურად არ ჰქონდა ინფორმაცია, მას ჰქონდა მხოლოდ ცრუ ინფორმაცია რეფორმისტი დირექტორის მხრიდან, მან შეცდომაში შეიყვანა განათლების მინისტრიც, დაარწმუნა იმაში, რომ ჩვენ ქურდული მენტალიტეტი და ქუჩური მენტალიტეტი გვაქვს და აგრეთვე შეცდომაში შეიყვანა ბატონი პრეზიდენტი. ამაში მე დავწმუნდი და ვიტყოდი. ეს გააკეთა ისევ განცხადება 53 სკოლის დირექტორმა, რომ ქუჩური მენტალიტეტი სკოლაში არ დაბრუნდება და თქვენ საუბრობდით, რომ მის ძმაზეც იყო, თქვენს მეორე შვილზეც, რომელიც ამ სკოლაში სწავლობს, იყო ზეწოლა. ძალიან მოკლედ ჩვენი გადაცემა სრულდება, იქნებ გითხრათ ამის შესახებ. ჩემი მეორე შვილი არის 13 წლის, მას უკვე დაუწერა ორი ახსნა განმარტება დააწერინა, მოძაც ერთი იყო, რომ ბავშვმა მოითხოვა ტუალეტში გასვლა, ახალი მასწავლებელი იყო შესული და მოზარდმართხოვა გასვლა და მეორე ახსნა განმარტება დააწერინეს სიცილზე. ბავშვს გაეცინა კლასში რაღაც მეგობრებთან რაღაც გადაილაპარაკეს და გაეცინა. მე არ მიკვირს ეს დირექტორისგან, იმიტომ რომ მან არაერთხელ დამემუქრა მე.
იგი არაერთხელ დამიუქრა, მითხრა რომ მეორე შულზეც დაგიწერო ოქმებს და მასაც გაგირიცხავ სკოლიდან. რომ მე ტარეშავში შვილისგან რა უნდა გავიკვირო, დღევანდელი განცხადი ამხელა ამბავი მოყვა ალექსიძის გარიცხვას და დღეს ისევ იმეორებს ბატონი დირექტორი, რომ ქუჩური გარჩევების არ არის სკოლაში ადგილი და საინტერესოა 77 სკოლაში არის ქუჩური გარჩევების ადგილი. მე მადლობა მინდა გადაუხადო იმ ქალბატონს. ეს ერთადერთი დირექტორია, რომელმაც გამოთქვა სურვილი მოსწავლის მიღებაზე. დიდი მადლობა ამ ქალბატონს, მაგრამ ისიც დღეს გავიგე მე ეს ინფორმაცია. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი სტუმრები იყვნენ მიხეილ ალექსიძის დედა და მისი ადვოკატი. გადაცემა სუბიექტური აზრი ხვალამდე გემშვიდობებად ნახვამდის. მადლობთ.